წყალი გვაქვს ჩვენ სოფელს, მაგრამ არ არის ისეთი მოწყობილობა, რომ წყალი ჩვენ სოფელს მოგვეწონა. 2019 წლის 1 იანვრიდან სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის თანახმად უშუალოდ მოსახლეობა აირჩევს თუ რა უნდა გაკეთდეს მათ დასახლებაში. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი სოფლებში კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებაა დაგეგმილი. პროგრამაზე მოსახლეობისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილზე გასვლითი შეხვედრები დაიწყო იმერეთის გუბერნატორმა შავლე გოტაბადაძემ. იგი ჭიათურის 25-მდე სოფელში იმყოფებოდა. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მოსახლეობა მათ შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ესენი კი სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, გზების და ხიდების მოწესრიგება, გარეგანათების ქსელის მოწყობა, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობების, კულტურის ობიექტების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამდენ ხან ჩვენ სოფელშია პერევისაში არ ჩამოსულა არც გუბერნატორი არც და არ უკითხია ჩვენი პრობლემების შესახებ და დღეს მოვიდა ძალიან მოხარული ვარ და რა ვიცი პირველ რიგში გვინდა ბაღი რო გაკეთდეს მერე გზაც და წყალიც მოვიდა ეს სამი პრობლემა გვაქვს მნიშვნელოვანი რომ გაკეთდეს ჩვენ სოფელში თუ კი გუბერნატორი და კიდევ სხვა ის პირები რომლებიც სოფელთან ურთიერთობა და ახალგაზრდობთან უფრო შეხვდება ფართო მასშტაბით გამოიღებს ძალიან კარგ შედეგს იმიტომ რომ პირადად საუბრება უფრო ბევრს ნიშნავს და ახლოს დადგომა საზოგადოებასთან ვიდრე ტელევიზიით ან რაიმე თქვათ საშუალებით ტექნიკური საშუალებით საუბარი. Ჩვენგან უნდა წამოვიდეს პრიორიტეტი თქვენთვის რა არის და იმის შემდგომ დავიწყოთ ჩვენ ამ ყველაფრის განხორციელება და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ იმერეთში 554 სოფელია და შემოვიაროთ ყველა მუნიციპალიტეტში ყველა სოფელს მოსახლეობას მოусმინოთ, მათგან გავიგოთ რა უჭირთ, სად არის პრობლემა და შემდგომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ეს ხარჯწმუნებული ასევე ადგილზე გაიცნო მოსახლეობის პრობლემებსა და პრიორიტეტებს. პირველ ეტაპზე სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრაზე სასმელი წყლის სისტემის და გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, ასევე სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა, რეაბილიტაცია დაასახელეს გადასაჭრელ პრობლემებად. რეგიონის მასშტაბით შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ბაზა. განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლე გოტაბადაძემ. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი სახის შეხვედრები, იმიტომ რომ მოსახლეობიდან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯები იქნება ის, რომ ამ პრობლემებს ჩვენ გავუკეთებთ ანალიზს და ზუსტად მოსახლეობის კეთილგანწყობაზე მორგებულ შესაბამის კმეთით ნაბიჯებს გადავდგავთ და მე ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ ჩვენი რეგიონის განვითარებას. შავლე გოტაბადაძე იმერეთის რეგიონის 454 სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე უნდა დასრულდეს. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეკა TV-სათვის.